ინტერნეტში გავრცელდა თეორია, თითქოს ბენიამინ ნეთანიახუ გარდაიცვალა და მისი ბოლო ვიდეოები მხოლოდ იმის მტკიცების სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ ის ცოცხალია. ეს ნარატივი გაძლიერდა ისრაელსა, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის ფონზე. სწრაფად გადავიდა უცნობი პროფილებიდან სოციალურ ქსელებზე, ალტერნატიულ არხებზე და პოლიტიკურ კომენტარების გვერდებზე დომინირებაში. მაგრამ როცა ხმაურს მტკიცებულებებისგან გამოვყოფთ, სურათი ბევრად უფრო ნათელი ხდება თუ რას ამბობენ. თეორიის მიხედვით, ბენიამინ ნეთანიახუ ან გარდაიცვალა, ან მძიმედ დაშავდა, ხოლო ისრაელის მთავრობა ამას მალავს. აქედან ორი ვერსია გაჩნდა. პირველი ამბობს, რომ ის უკვე გარდაიცვალა და მის ნაცვლად ძველი ან მანიპულირებული ვიდეოებით ცვლიან. მეორე ვერსიით ის ცოცხალია, მაგრამ მას ჩანაწერებში გამოჩენას აიძულებენ. საჯარო ნარატივის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ეს არის პოლიტიკური ჭორის, ომის დეზინფორმაციისა და დეტალების გადაჭარბებული ინტერპრეტაციის ნაზავი. ვინ გაავრცელა ეს? პირველი ტალღები მოვიდა ირანის მთავრობისთან დაკავშირებული მედია საშუალებებიდან და რეჟიმთან დაკავშირებული პროფილებიდან უკვე საინფორმაციო ომით აღბეჭდილ გარემოში. კონსპირაციულმა პროფილებმა და კომენტატორებმა დაიწყეს ამ ისტორიის გამეორება, რამაც სწრაფად გაავრცელა ჭორის საწყისწრეს მიღმა. ჭორმა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ნეთანიახუმ 12 მარტს განცხადება გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ, 15 მარტს, ის გამოჩნდა ვიდეოში ისრაელის ერთ-ერთ კაფეში, სწორედ იმისთვის, რომ პასუხი გაეცა ბრალდებებზე. და ამ ხუთშაბათს, 19 მარტს, მისმა კაბინეტმა გამოაცხადა ახალი პრესკონფერენცია საერთაშორისო მედიასთან, რაც მიუთითებს საჯარო საქმიანობის გაგრძელებაზე. სადაა ყველაზე საკამათო საკითხი? 12 მარტის გამოსვლის დაბალი ხარისხის ფოტოზე მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ნეთანიახუს ხელზე თითქოს მე-6 თითი დაინახეს. ამის შემდეგ გაჩნდა ბრალდება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. დეტალურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დაბალმა გარჩევადობამ და დეფორმაციებმა ვიზუალური ილუზია წარმოქმნა. უმაღლესი ხარისხის ვერსიებში 5 თითი ჩანს. ნეთანიახუმ როგორ უპასუხა? ოფიციალური განცხადების ნაცვლად ის ვიდეოში გამოჩნდა კაფეში, თითქოს მშვიდად საუბრობდა. ვიდეოში ირონიულად პასუხობს თეორიებს. ფაქტების გადამოწმების სააგენტოებმა გადაამოწმეს ჩანაწერი, დაადასტურეს ადგილი და თარიღი, რაც ამცირებს ვარაუდს, რომ ვიდეო ძველი ან მანიპულირებულია. მაშინ რატომ სჯერა ამდენ ადამიანს? რატომ არის გარემო იდეალური ასეთი ტიპის ჭორებისთვის? ომის დროს ინფორმაცია კონტროლირებადად ვრცელდება, საჯარო გამოჩენები შეზღუდულია და საზოგადოება უკვე ფხიზლადაა. ეს ბუნებრივად იწვევს უნდობლობას, მაგრამ უნდობლობა მტკიცებულება არ არის და აქ არის მთავრის მთავარი საკითხი. კონტროლირებადი კომუნიკაცია არ ნიშნავს სიკვდილს ან ჩანაცვლებას. კონფლიქტის დროს ლიდერები საჯაროდ იშვიათად ჩნდებიან, უსაფრთხოებას ანიჭებენ უპირატესობას და ძირითადად ვიდეოებითა და კონტროლირებად ღონისძიებებზე აჩვენებენ თავს. რატომაა ეს ჭორი საინტერესო? ნეთანიახუს იმიჯის შესუსტებას ახლა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იდეის გავრცელება, თითქოს ის გარდაიცვალა, ან კონტროლი დაკარგა, ქაოსის შეგრძნებას ქმნის, ზემოქმედებს მორალზე და აძლიერებს ფსიქოლოგიურ ომს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა კონსპირაციული აზროვნების მქონე ადამიანებისთვის. ეს დიდ აუდიტორიას იწვევს. მთავარი კითხვა: არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება, რომ ნეთანიახუ გარდაიცვალა? ამ ეტაპზე არა, მხოლოდ ჭორები, ინტერპრეტაციები და დაბალი ხარისხის მასალებია. არსებობს ბოლო დროის ვიდეოები, დამოუკიდებელი გადამოწმებები და აქტიური საჯარო განრიგი. ეს კიდევ ერთი თავია საინფორმაციო ომში. ეს არის ჭორი, რომელმაც ძალა მოიპოვა, სწრაფად გავრცელდა და ეჭვი გააჩინა, მაგრამ ამ დროისთვის მას კონკრეტული საფუძველი არ აქვს.